მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სამსახურმა ანგარიში წარადგინა პრეზენტაციაზე კომუნიკაციების ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ თემებზე, როგორებიცაა სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა და მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა. ასევე აქცენტი გაკეთდა სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სამსახურმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იცნობდეს შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში და მოგზაური ოფისი სატელეკომუნიკაციო ტელეკომუნიკაციო მიმართულებაზე დაკავშირებულ სამიზნე ჯგუფებთან გამართა საინფორმაციო ხასიათის 170-მდე შეხვედრა. წარვადგინე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში. ჩვენ ვართ კომუნიკაციების კომისიაში მომხმარებლის ხმა. დარგში არსებობს კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური, რომელიც ყველანაირად არის მზად, რომ დახმარება გაუწიოს მომხმარებლებს. მოგეხსენებათ, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და პოპულარიზაციის ნაწილში ძალიან აქტიურად არიან სკოლებთან ჩართული მთელი აპარატი. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.